აქცია პარლამენტთან შეკრებილები რიგარეში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. მათი მტკიცებით კენჭისყრის პროცესი 8 ოქტომბერს გაყალბდა და მის დასტურია ათასობით გაუქმებული ბიულეტენი. აქციის მონაწილეები ამ რჩეულზე სერიოზულ ზეწოლაზე ცალბრობენ და ამბობენ, რომ მომავალი შეკრება კიდევ უფრო მასშტაბური ექნებათ. მე ვიცი, რომ ფაქტები არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე სჭირდება იმის დასაბუთებას, რომ არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული. ინარჩუნებს ორი მიმართულების გეგმა. უნდა მოხდეს კანონმდებლობითი პარალელიზაცია საქართველოს ხელისუფლების. გულისხმობ იმას, რომ ვინც არის და ვის შემომოწმებს უნდათ კიდე, ისინი ერთად იმუშავებენ საქართველოს დასანგრევად. არჩევნების იმიტაცია და შოუ იყო ვიდრე არჩევნები. თითქოს წნარ ვითარებაში ჩატარდა, მაგრამ თავარია რომ ხმები არავის არ დაუწყდა. არჩევნები არ შემდგარა. არ შემდგარა, ვინაიდან ხალხის ნება გამოხატული არ იყო არჩევნების შედეგებში.